1960 წელი. დედამიწის მოსახლეობა უკვე 3 მილიარდია. ამ წელს შეგვიძლია უწოდოთ დეკოლონიზაციის წელი. კამერუნი, ჩადი, მალი, ზემო ვოლტა, სპილოსულის ნაპირი, ნიგერი და ბევრი კიდე სხვა საფრანგეთისგან დამოუკიდებელნი ხდებიან. მაგრამ მივყვეთ ქრონიკას. 22 იანვარი ჟაკ პიკარი და დონ უოლში მარიანას ღრმულში ჩაეშვნენ ბატისკაპი ტრიესტის მეშვეობით, რითიც დამყარდა აბსოლუტური რეკორდი. მოგეხსენებათ, მარიანის ღრმული დაახლოებით 11 კილომეტრის ხელა. მნიშვნელოვანი რა არის აქ? მანამდე ედმუნდ ჰილარიმ და თესნიკ ნორგეიმ დაიპყრეს ჯომულუნგმა. ყველაზე მაღალი მწვერვალი და ყველაზე უფრო ღრმული არის დალაშქრული. პლანეტა თავის მთლიანობაში უკვე შეიძლება ითქვას არც ერთ წერტილი აღარ არის დარჩენილი პლანეტაზე, რომელიც დაკავებული არ არის ადამიანის მიერ. და ადამიანი ფაქტობრივად ამით აცხადებს, რომ ის ხდება პლანეტის ბატონ პატრონი. 25 თებერვალი ბაღდადში პრეზიდენტის აბდულ ქერიმ ყასიმის მკვლელობის ბრალდებით 11 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მათ შორის სადამ ჰუსეინს, რომელიც ამ დროს არის დაახლოებით 23 წლის. სადამ ჰუსეინს დაუსწრებლად ის ვერ დააკავეს. აი აქ ამ პერიოდიდან უკვე ჩანს სადამის ისტორიული როლი ერაყის და არა მხოლოდ ერაყის ცხოვრებაში. 21 მარტი სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ შარპეულში მოხდა საშინელი ხოცვა-ჟლეტვა, დახვრიტეს დემონსტრაცია, 79 ადამიანი დაიღუპა. და აი ყურადღება მივაქციოთ, სამ ქვეყანაში ხდება მსგავსი ტიპის პოლიტიკური პროცესები იწყება. 12 აპრილს მასანაში სამხრეთი კორეა დემონსტრაციის დახვრიტის შემდეგ სამხრეთ კორეის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა და გადადგნენ. 18 აპრილი კორეაში ისევ დახვრიტეს დემონსტრანტები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის დაცვის რკალი გაარღვიეს. მეორე დღეს 19 აპრილს სამხრეთ კორეაში მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება დაიწყო. მე ვნახავთ კიდევ მესამე ადგილას თურქეთში მსგავსი სცენარით განვითარდება მოვლენები. 21 აპრილი ბრაზილიის ახალი დედაქალაქის ბრაზილიის ოფიციალური ინაუგურაცია. ამ დღეს ხელისუფლების სამივე შტოს ინსტიტუციები ოფიციალურად გადმოიტანეს ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროდან. ყველაფერთან ერთად ეს ქალაქი არის ერთი ადამიანის შემოქმედების ძეგლი. თვითონ ბრაზილიამ როგორც დედაქალაქმა ფუნქციურად ვერ გაამართლა, მაგრამ სამაგეროდ ის ყოველთვის დარჩება როგორც ძეგლი ერთი ადამიანის დიდი შემოქმედის, დიდი ხელოვანის შემოქმედების. კერძოდ ლაპარაკია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ შესანიშნავ არქიტექტორზე, ოსკარ ნიმაიერზე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ 105 წლის გარდაიცვალა. ოსკარ ნიმაიერი მიეკუთვნება მე-20 საუკუნეში არქიტექტურულ ხელოვნებაში მე-20 საუკუნეში გარდატეხა მოხდა და ეს გარდატეხა უკავშირდება, რა თქმა უნდა, ლე კორბუზიეს სახელს. რა თქმა უნდა, ლე კორბუზიესთან ერთად ძალიან ბევრი დიდი არქიტექტორი მოგვცა მე-20 საუკუნე, მაგრამ ლე კორბუზიეს მნიშვნელობა არის ის, რომ მან ჩამოაყალიბა ახალი არქიტექტურული პარადიგმა, თან ის ამოვედროს იყო ძალიან რეფლექსიური ადამიანი, თეორეტიკოსი და მოგვცა მთელი თეორია არქიტექტურის სტანდარტიზაციის და გარკვეული აზრით განსაზღვრა არა მხოლოდ მე-20, არამედ 21 საუკუნის არქიტექტურაც, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული პოსტმოდერნი, რომელიც 80-იანი წლებიდან იწყება, მაინც გარკვეული აზრით არის ლე კორბუზიეს პარადიგმის ან გაღრმავება, ან გართულება, ან რაღაცნაირი ტრანსფორმაცია, მაგრამ ათვლის წერტილი არის კორბუზიე. აი, ოსკარ ნიმაიერი არის ერთ-ერთი, ვინც აი ამ პარადიგმაში თავისი საკუთარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი პოეტიკა შექმნა. უცნაური პარადოქსული, მკაცად მიყვებოდა გეომეტრიულ ფორმებს, მაგრამ ეს გეომეტრიული ფორმები იყო საკმაოდ პარადოქსული, მაგრამ ამავე დროს ფუნქციური. ის იყენებდა როგორც სფეროს, ასევე კუბს, ასევე სამკუთხედებს, მრავალკუთხედებს და იყენებდა, აი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია, არა მხოლოდ არქიტექტურული მომენტი იყო აქ მნიშვნელოვანი, არამედ ხელოვნების სხვა დარგებსაც უხვად იყენებდა, ფერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ფერწერა და ასე შემდეგ. და აი ქალაქი ბრაზილია თითქმის ყველა
ესეთი სიმბოლურად მნიშვნელოვანი, ფუნქციურად მნიშვნელოვანი შენობა თითქმის ყველა არის ოსკარ ნიმაიერის აშენებული მისი პროექტით. ნუ ერთ-ერთი არის მაგალითად საკათედრო ტაძარი, რომელიც ასევე, ადამიანს ამას შეხედავს, ვერ მიხვდება, რომ შეიძლება საკათედრო ტაძარი იყოს, მაგრამ არის არნახულად დამახასიათებელი ნიმაიერის პოეტიკისათვის. აპრილი გადადგა სამხრეთ კორეის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ადანაშაულებდნენ 15 მარტის ამ წლის 15 მარტის არჩევნების ფალსიფიცირებაში. და აქაც მნიშვნელოვანია, უკვე დაიწყო სტამბოლში მსგავსი მოვლენები, სტამბოლში დახვრიტეს სტუდენტური დემონსტრაცია. სამ ქვეყანაში, კერძოდ სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ კორეაში და თურქეთში მოვლენები დაახლოებით ერთნაირად იწყება, მაგრამ საბოლოოდ სხვადასხვანაირად ვითარდება. სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმი კიდევ 10 წლების განმავლობაში იქნება და იქ პროცესები ბევრად უფრო ნელა ვითარდება. რაც შეეხება თურქეთში და სამხრეთ კორეაში, ნახავთ წლის ბოლოსათვის უკვე ხდება კულმინაცია, კვანძის შეკვრა, კვანძის გახსნა. 11 მაისი ბუენოს-აირესში მოსადის თანამშრომლებმა იგულისხმება ისრაელის საიდუმლო სამსახური რუდოლფ აიხმანი დააკავეს და ისრაელში გადააფრინეს. რუდოლფ აიხმანი არის ერთ-ერთი ნაცისტი სამხედრო დამნაშავე, რომელსაც იერუსალიმში გაასამართლებენ. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მე-20 საუკუნისათვის პროცესი, რომელსაც გამოეხმაურება შესანიშნავი ფილოსოფოსი ჰანა არენტი თავისი წიგნით ამ აიხმანის პროცესის შესახებ. მაგრამ ამის შესახებ ჩვენ უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ. კერძოდ 62 წელს, როდესაც აიხმანს სიკვდილით დასჯიან, აი სწორედ მაშინ, მაგრამ აი ახლა აღნიშნავთ, რომ აი ეს სამხედრო დამნაშავე, რომელსაც 10 წლეული ეძებდა მოსადი, დააკავა სწორედ ბუენოს-აირესში. 15 მაისი საბჭოთა კავშირმა გაუშვა სპუტნიკი 4. ჩვენ დროდადრო აღნიშნავთ ხოლმე აი თანამგზავრების გაშვებას, იმიტომ რომ ახლოვდება კოსმოსური ერის კულმინაცია 61 წლის 12 აპრილი, როდესაც ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში და აი დროდადრო ნახავთ აი ესეთ ინფორმაციას კოსმოსური თანამგზავრების გაფრენის შესახებ. 27 მაისი სამხედრო გადატრიალება თურქეთში. ანუ კორეასა და თურქეთში მოვლენები ვითარდება ლამის კატასტროფული სცენარით. და აი 2 დღე შემდეგ 29 მაისს სამხრეთ კორეის დიქტატორმა ლისინ მანმა ქვეყანა დატოვა და თავი შეერთებულ შტატებს შეაფარა. 1 ივნის უკვე თურქეთში მეჯლისის 400 წევრი დააპატიმრეს მხოლოდ ერთი პარტიიდან, დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც ჩამოაშორეს ხელისუფლებას. 14 ივნისი გენერალმა დეგულმა წამოაყენა ალჟირთან მოლაპარაკების წინადადება. დაახლოებით 2 კვირაში დაიწყო მოლაპარაკებები მხარეებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მხრიდან ხდება ესეთი საოცარი ტემპით დეკოლონიზაცია, ალჟირი არის საფრანგეთისათვის მაინც განსაკუთრებული და ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქოს დეკოლონიზაცია მოწოდებულია ყველაფერთან ერთად იმისათვის, რომ ალჟირთან მოლაპარაკების პროცესი უფრო ნორმალურად განვითარდეს, მაინც ძალიან ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული ალჟირის გათავისუფლება. 28 ივლისი საბჭოთა კავშირმა გაუშვა უკვე სპუტნიკი 5-1. 13 აგვისტო საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ კორეაში. ახალი პრეზიდენტი იუნ ბოს სონი გახდა. 19 აგვისტო საბჭოთა კავშირმა კოსმოსურ ორბიტაზე გაიყვანა ხომალდის სპუტნიკი 5, 2 ოთხფეხა ასტრონავტით, სახელებით ბელკა და სტრელკა. 20 აგვისტოს ხომალდი უდანაკარგოდ დაბრუნდა დედამიწაზე. 9 სექტემბერი საკმაოდ ესეთი სახასიათო მომენტი და მნიშვნელოვანი მომენტი სპორტის ისტორიისათვის, მართლაც რაღაც ესეთი გარდამტეხი ახალი ტენდენცია
ესეთი საინტერესო. რომის ოლიმპიურ თამაშებში სრულიად უცნობმა ეთიოპიელმა მარათონელმა აბებე ბაქილამ სენსაციურად გაიმარჯვა. ის ფეხშიშველი დარბოდა. აი აქედან იწყება სწორედ აფრიკელი სტაიერების თუ შეიძლება ასე ითქვას ტრიუმფალური სვლა არა მხოლოდ ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩვენი თაობისათვის, აი როგორც აბებე ბაქილა იყო ესეთი კამერუნელი მურუს იფტარი იყო ესეთი ლეგენდარული ფიგურა, რომელიც ასევე ფეხშიშველი დარბოდა და დღეს უკვე ყველანი ვხედავთ აფრიკელი სპორტსმენების დომინირებას უკვე. მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ 1969 სექტემბრიდან. 10 ოქტომბერი თითქოს ყველაფერი აი ეს დაწერილი კინოსცენარის მეშვეობით ხდება ეს პარალელური მონტაჟით. ერთსა და იმავე დღეს მასობრივი გამოსვლები სეულში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. თურქეთში დაიწყო სასამართლო პროცესი დემოკრატიული პარტიის წევრების წინააღმდეგ. და აი ეს არის ძალიან ისევ მნიშვნელოვანი, როგორ ვითარდება სამხრეთ აფრიკაში მოვლენები, მხოლოდ დასაწყისში ვართ, ან ნელსონ მანდელას მოძრაობა ჯერ არ გაშლილა. რაც შეეხება თურქეთსა და სამხრეთ კორეაში, როგორც ხედავთ, მოვლენები ელვისებურად ვითარდება. 8 ნოემბერი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჯონ ფიჯერალდ კენედი. Will the chairman of the delegations kindly give me your attention? Kennedy, 3.5. 33.5 votes for Kennedy. That's 21 votes for Senator Kennedy. Massachusetts cast 41 votes for the next president of the United States, John F. Kennedy. Senator Kennedy, 104.5 votes. ასევე როგორც მისი საპრეზიდენტო ვადა აღმოჩნდება მოკლე, მნიშვნელოვანი და საოცრად ტრაგიკული. Voilà le portrait sans retouche de l'homme auquel j'appartiens. Quand il me prend dans ses bras. 10 ნოემბერი ლეგენდარულმა ედით პიაფმა ჩაწერა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული ასევე ლეგენდარული სიმღერა, რომელიც ესე ითარგმნება არაფერს ვნანობ. 1960 წელს გარდაიცვალნენ ალბერ კამიუ და ბორის პასტერნაკი. ორი ადამიანი, რომელიც ძალიან დაკავშირებული იყო ერთი მეორესთან, როგორც გვახსოვს კამიუმ თავის სიტყვაში ნობელის პრემიას გადაცემასთან დაკავშირებით ახსენა ბორის პასტერნაკი, როგორც ადამიანი, რომელიც ნამდვილად ღირსია და აი ეს უნდა იყოს მის ნაცვლად აი აქ და რაღაცნაირად მოუწოდა კომიტეტს, რომ პასტერნაკისათვის მიენიჭებინათ ნობელის პრემია. სამწუხაროდ ორივე წავიდა ერთსა და იმავე წელს. კამიუ პირველად ახალგაზრდა დაიღუპა კატასტროფაში, საავტომობილო კატასტროფაში. პასტერნაკი 30 მაისს სიმსივნით გარდაიცვალა, რომელიც ნამდვილად იყო პროვოცირებული იმ ბოლო პერიოდის დევნით, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება აწარმოებდა მის წინააღმდეგ. თუ დავაკვირდებით, მოყოლებულია 50-იანი წლებიდან ცარიელდება დიდი კლასიკური ევროპული ლიტერატურა. გარდაიცვალა თომას მანი, შემდეგ გოთფრიდ ბენი, კამიუ და ბორის პასტერნაკი, შემდეგ აი სადღაც 60-იან წლებამდე გრძელდება ეს. მიდიან დიდი მწერლები, მიდიან დინოზავრები და ნახავთ, რომ მათი შემცვლელი ეხლა უკვე შეიძლება ამისი თქმა დღევანდელობიდან, რომ ამ დონის წერილები და ამ დონის ლიტერატურა უკვე აღარ შექმნილა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25-30 წლის განმავლობაში და ცოტა უფრო ადრეც. სამაგიეროდ სრულიად სხვა სიტუაციაა კინემატოგრაფში. 50-იანი წლების ბოლოდან ჩვენ ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, ხდება რაღაცნაირი აფეთქება და 50-იანი წლების ბოლო, 60-იანი წლები, 70-იანი ეს 80-იანი წლების ბოლომდე ეს 30 წელი ნამდვილად ამ 30 წელიწად შეიძლება უწოდოთ კინოს 30 წლეული. როდესაც
ერთსა და იმავე წელს გამაოგნებელი რაოდენობის შედევრები იქმნება თან სულ სხვადასხვა კონტინენტებზე, არა მხოლოდ ევროპასა და ამერიკაში, არამედ აზიაში, იაპონიაში, ინდოეთში ჩნდება ნაციონალური სკოლები მთელი რიგი მიმართულებებისა და ნამდვილად ეს პერიოდი არის ნამდვილი კინობუმი. აი ეს უბრალოდ ჩამონათვალი 1960 წელს გადაღებული რამდენიმე ფილმი. სადიეჯ დრეის ქალღმერთი, ელიოტ სტერჯეშის შესანიშნავი შვიდეული, სტენლი კუბრიკის სპარტაკი, ბილი უაილდერის ბინა, ჟან კოქტოს ორფევსის ანდერძი, ფრანსუა ტრუფოს ესროლე პიანისტს, რობერტო როსელინის რომში იყო ღამე, მიქელანჯელო ანტონიონის თავგადასავალი, ვისკონტის როკო და მისი ძმები, ფედერიკო ფელინის ტკბილი ცხოვრება, ჰიჩკოკის ფსიქო. არ გეგონოთ რომ ეს მხოლოდ 60 წლისთვის არის დამახასიათებელი. წინა წელს 59-ში იმავე რეიმ, სანსარა აპუ და აპუს სამყარო, რობერტო როსელენი, გენერალი დელა როვერე, ერიკ რომერის ლომი ზოდიაკო, ჰიჩკოკის ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილოეთით, რობერტ ბრესონის ჯიბის ქურდი, შაბროლის ბიძაშვილები და გასაღების ორჯერ გადაბრუნება, ტრიუფოს 400 დარტყმა, ჟან-ლუკ გოდარის ბოლო ამოსუთქვაზე, ჯონ კასავეტესის ჩრდილები, ალენ რენეს ხიროსიმე ჩემო სიყვარულო, ჩუხრაის ბალადა ჯარისკაცზე, კალატოზოვის გაუგზავნელი ბარათი. ასეთივე სურათი გვექნება, ეს მეორებს სადღაც აი 79 წელი არის რაღაც აპოგეა, მაგრამ სადღაც 80-იანი წლების ბოლომდე, სანამ აი ეს დიდი რეჟისორები ვინ ჩამოთვალეთ, ცოცხლები არიან, მსგავსი სურათი გვაქვს. თან ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ უკვე არის სხვადასხვა მიმართულებები, მიმდინარეობები, რაც ნაციონალურ სკოლებზეც შეიძლება საუბარი და გარკვეული აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ არის ესეთი გარკვეული დაპირისპირებებიც კი ამ სკოლებს შორის. თან რაც თავარია, მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. კინოს დაუგროვდა თავისი საკუთარი ისტორია. ალუზიები და ციტატები კინემატოგრაფში არის თუ მანამდე მაინც ლიტერატურიდან და მხატვრობიდან და ესეთი მომიჯნავი დარგებიდან იყო. კინოს დაუგროვდა თავისი საკუთარი ისტორია და ახალი ტალღა ფრანგული ეს მიმდინარეობა სწორედ მნიშვნელოვანია იმით, რომ ის მუდმივად მიუთითებს კინოს წარსულზე, ძველ კინემატოგრაფზე. ჟან-ლუკ გოდარი აღნიშნავდა, რომ ჩვენმა თაობამო და ჩემმა მეგობრებმა და კოლეგებმაო, სანამ გოგოები შეგვიყვარდებოდაო, ჯერ კინო შეგვიყვარდაო და კინოში ვათენებდით და კინოდარბაზებში ვათენებდით და ვაღამებდითო. და მართლაც ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ახალი ტალღისათვის, ალუზიები და ციტატები გერმანული ექსპრესიონიზმიდან, იტალიური ნეორეალიზმიდან, გოდარის 60-იან წლებში გადაღებული მთელი რიგი ფილმებისა, სწორედ ესეთ და 70-იანებშიც ასევე და ბოლოს ეს გახდა მისი ვთქვათ ასე რაღაც აი განსაკუთრებული ენა, არა უბრალოდ ციტატები და ალუზიები, არამედ ხანდახან როგორც ცენტონი იგება სხვისი ბრჭყალებში კადრებით, სხვისი სიტყვებით და სხვისი ნაწარმოებიდან ამოგლეჯილი ფრაგმენტებით. ამავე დროს ხდება კიდევ უფრო საინტერესო რამ ამბის, ნარატივის მიმართულებით, თხრობის მიმართულებით. კინემატოგრაფი არა უბრალოდ ამბავს ყვება, არამედ იწყებს ამბავზე დაკვირვებას. ანუ მიზანი და ამოცანა არის არა უბრალოდ შინაარსი, არამედ ფორმალური გამომსახველობითი საშუალებების რეფლექსია. არა უბრალოდ მოყოლა, არამედ მოყოლაზე რეფლექსია. ჩნდება ის რაღაცა, როგორც არის მეტაფიქციურობა, დაკვირვება ნარატივზე. აი, ალენ რენეს ერთ-ერთი მთავარი მომენტი იქნება ის, რომ აი სრულად გაბუნდოვანებულია რა რის შემდეგ მოხდა. მთავარი არის აი რაღაცნაირად შესვლა აი ილუზორულ პოეტურ ველში, ისე რომ არც გვაინტერესებს რა ბეს შემდეგ მოხდა თუ პირიქით. სრულად გაურკვეველი ხდება დროის ვითარება. კინო იწყებს არაუბრალოდ დიალოგს ლიტერატურასთან, მწერლობასთან, ხელოვნების სხვა დარგებთან, არამედ იწყებს თუ შეიძლება ასე ითქვას, იმის გააზრებას თუ რა არის თვითონ მისი აუცილებელი ელემენტი, დრო, როგორც ის მასალა, ის აგური, ის ქვა, საიდანაც შენდება
კინემატოგრაფია. ამავე დროს ადამიანის შინაგან სამყაროში ჩაღრმავება, ადამიანის არაცნობიერში ჩასვლა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჰიჩკოკს ბადალი არ აყავს. ანუ კინო ხდება უფრო და უფრო მეტაფიზიკური, უფრო და უფრო ფილოსოფიური, უფრო და უფრო გამომსახველობითი და ის ეუფლება თავის საკუთარ ენას. თითქოს აი როგორც ბოლო გეოგრაფიული ადგილები ხო აღნიშნეთ რომ მარიანის ღმულში ჩასვლა, ჯომოლუნგმაზე ასვლა ხო, აი კინო ასე ეუფლება საკუთარ ტერიტორიას, საკუთარ ენას, საკუთარ გამოსახულობით საშუალებებს. ეკრანის და კინოს ძირითადი ობიექტი ხდება საკუთარი თავი და ეს სწორედ 60-იან წლებში იწყება და ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას რომ ავსებს აი ამ იმ ცარიელ სივრცეს, რასაც ტოვებენ დიდი მწერლები და დიდი ლიტერატორები.